კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესსა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში, გარე აქტორებისა და მათ მიერ მართული ოპოზიციის მხრიდან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ თავდასხმებს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე უპასუხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპეკულაციური მცდელობები, რომ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია, ავტოკრატია და ერთპიროვნულ მმართველობაც წარმოაჩინონ, საქართველოს მისაკუთრების სურვილს და ქვეყნის წარსულში დაბრუნებას უკავშირდება. თუმცა მთავრობის მეთაური ხაზგასმით განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას ვერც ერთი ძალა აიძულებს, რაც კონკრეტულ ფაქტებით აქამდეც არაერთხელ დადასტურდა. მისივე თქმით, დღეს საქართველო ინარჩუნებს 14 წლიან უწყვეტ მშვიდობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. რაც შეეხება ქვეყნის მართვის შესახებ სპეკულაციურ ბრალდებებს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის მართვას საქართველოს მთავრობა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს, სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა კი მხოლოდ მისი პოლიტიკური თანამდებობის ფუნქციებიდან გამომდინარეობს. ქვეყნის გარემტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმად მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინა. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გავამეხადა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. ამდენჯერმე თქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა. 2012 წელს ქართულმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი. მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო გამტკიცდა ისევ და ისევ იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა. ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება. ამ ფონზე ქვეყნის გარემტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხყოფელია. სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ როგორია დღეს ერთი მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების და მეორე მხრივ ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართული ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება. საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი ხშირად სარგებლობ მის რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება.
ის რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარისქმა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა. ბატონ ბიძინაევანიშვილთან ერთად პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ის უნდა აღენიშნოს, რომ ბიძინაევანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს შესაბამისად გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინაევანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურება. კიდევ ერთი გარემოება, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ ბატონ ბიძინაევანიშვილის ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინაევანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია. მისი დამოკიდებულება კორუფციის მიმართ უკომპრომისოა. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლოს მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიაღებინა. 2023 წლის დეკემბერში პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას მან გააკეთა მკაფიო მინიშნება კორუფციის პრობლემის შესახებ და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხრილი. პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთეს სახლში მიაქვთ. ბიძინაევანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა. ყველას კარგად მოიხსენება, რომ ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დაცვის გამო მის მიმართ ამოქმედდა ჯერ დე-ფაქტო, ხოლო შემდეგ დე-იურე სანქციები, რომლებიც მის ოჯახსაც დიდ უხერხულობას უქმნის. თუმცა ვერც ერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ. ესეც არის უანგარო პატრიოტიზმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომელიც მუდმივად თანსდევს ბიძინაევანიშვილის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. ბიძინაევანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ. მათ აქვს დაუკვირვებელი სურვილი ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც 2012 წელს სწორედ ბიძინაევანიშვილმა შეცვალა. ეს იყო უცხოური აგენტურის მმართველობა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეგეტი, მედიის თავისუფლების გაუქმება, ომი, გრევა და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოუტანა. არანაკლებ ძიმეა უცხოური აგენტურის მმართველობის შედეგები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მედიის თავისუფლების დაკნინების, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დასუსტებისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვაა. ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან. ბიძინაევანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი სწორედ ამას უკავშირდება. მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა დემოკრატია და არჩევნების უფლება. დასასრულს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მithქვამს. ის, რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს 14 წლიან უწყოთ მშვიდობას. ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები. ადამიანზე ზრუნა სახელმწიფოს მთავარი სახელმწიფო პრინციპია და საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, პირველ რიგში არის სწორედ ბატონი ბიძინაევანიშვილის დამსახურება. შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინაევანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და გამტკიცებაში ბიძინაევანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი. ბიძინაევანიშვილის წინააღმდეგ გარე აქტორებისა და მათი ადგილობრივი მოკავშირეების უარგუმენტო ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ირაკლი კირცხალის განცხადებით, ბიძინაევანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძრო როლი შეასრულა. მისი თქმით, დღეს ის ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია.
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს ის ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება სწორედ ამ მოცემულობით წარდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების წინაშე, თანაც ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და ბუნებრივი ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი ამ კონფიგურაციას დაუჭირა. ამ ფონზე თურმე ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ გროსმაისტერს უწოდებს, ადასტურებს მის ჩართულობას შიდა პარტიულ დისკუსიებში, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს და ლიდერშიპთან შეხვედრების დროს არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ის ძირითად შემთხვევებში საუკეთესო გზებს პოულობს რადიკალების და მათი გარე პატრონებისთვის ეგრეთ წოდებული ერთმართველობა ყოფილა. ამავდროულად არ არსებობს ფაქტი, რომ ქართული ოცნების გუნდის იმ წევრებიდან რომელიმე სვისთანაც ბიძინა ივანიშვილს საქმიანი ურთიერთობა გააჩნია, მან საკუთარი აზრი მოახვია თავს, ან რამის გაკეთება დაავალდებულა. ნიშანდობლივია, რომ ამაზე ვერც ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც თავის დროზე იყვნენ პოლიტიკური გუნდის წევრები და დღეს არათუ პარტია დატოვეს, არამედ ქართული ოცნების წინააღმდეგ იბრძვიან, თუმცა იმასაც არავინ უარყოფს, რომ მისი გამოცდილებიდან, პირადი თვისებებიდან და უნარებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს გამოთქვამს და მისი ლიდერობის მთავარი საფუძველიც სწორედ ეს არის. გამოდის, რომ ქართული ოცნების ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ადგილობრივი რადიკალების ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ჩვენი ქვეყნის გარე ინტერესებისთვის დაქვემდებარების მუდმივი მცდელობის მიუხედავად ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს. პრობლემების გადაწყვეტისთვის კი საუკეთესო გზებს ოპერატიულად პოულობს, რაც შიდა აგენტურას და მათ გარე პატრონებს დასახულ მიზნებს უფრო და უფრო აშორებს. სწორედ ეს არის მათი გაბრაზების, ათასნაირი კონსპირაციების, უსაფუძვლო ბრალდებებისა და არარსებული რეალობის შეთხზვის საფუძველი, რაც ყველასთვის ნათელია. მათთვის სამწუხაროდ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს აბსურდში დარჩენა კიდევ დიდხანს მოუწევთ. მორიგი აქტი საქართველოს წინააღმდეგ და ეგრეთ წოდებული მტრული აქტის ავტორისგან. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი მიიღო. რესპუბლიკელი კონგრესმენი ამ ნაბიჯით საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რადგან შტატები ჩინეთთან ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას აქტიურად ცდილობს და ტრამპი ჩინელ კოლეგას კარგ მეგობარს უწოდებს. ჯო ვილსონის განცხადება უინტერესოა საქართველოში ჩინეთის ელჩისთვის. ჭოუ ციენის თქმით, კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას არ წარმოადგენს. არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. გულწრფელად გითხრათ, არ ვარ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით. ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და საქართველოსთან ურთიერთობა არ არის რაიმე ალიანსის ნაწილი და არც რომელიმე მესამე ქვეყნის სამიზნე. არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ინფოზე, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს და ამ მიზნით პეკინში ვიზიტითაც კი ჩავიდა, კონგრესმენ ჯო ვილსონის ნაბიჯი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის. სახელისუფლებო გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო მხოლოდ ქართველი ხალხის გავლენის ქვეშაა. ჯო ვილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და არ ვიცი, მე მგონი არავინ აღიქოს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში. ის წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას და თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს გააღრმავოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. მას ჰქონდა ცოტა ხნის წინ ვიზიტი ჩინეთში, თქვენც აღნიშნეთ, რომ მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს. ამ ფონზე, როდესაც გამოდის რაღაც ჯო ვილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია, ეს მე მგონი რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს. პირველი რაც შემიძლია გულწრფელად გითხრათ, საქართველო არის ქართველი ხალხის გავლენის ქვეშ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე როგორც პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ერთი რიგით წევრი ვამაყობ იმ პოლიტიკით და იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო და რეალურად ქართულ ხალხს დაუბრუნდა ძალაუფლება. რაც შეეხება ხა ჯო ვილსონს, მე მგონი ამაზე არ უნდა შევჭერდეთ, არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით, რო აჩვენო, დარწმუნებული ვარ, რუკაზე ვერ ნახავს სად არის საქართველო. საქართველოს შენეჩორის სტრატეგიულ პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის. ორი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ კავშირები ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში გაგრძელდება. გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთის პრეზიდენტებმა ერთობლივად ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლის თავთან დაკავშირებით მიიღეს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მინისტრის მოადგილემ და ჩინეთის ელჩმა დეტალურად ისაუბრეს იმ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც საქართველოსა და ჩინეთისთვის რეალურმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ მოიტანა. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. თბილისსა და პეკინს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით ფართოვდება და დაფუძნებულია ორუფხრივ პატივისცემასა და საერთო ინტერესებზე. საქართველოს მზად არის ჩინეთთან ეკონომიკური, საბაჟრო და სხვა სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს. ჩინეთი კი ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს. საქართველოსა და ჩინეთს დიდი ხნის განმავლობაში აკავშირებთ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე. წლების განმავლობაში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რამაც ჩვენი ურთიერთობები თანდათან უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა და პარტნიორობის მზარდი სიღრმე წარმოაჩინა. საქართველოს ჩინეთის ურთიერთობების ყოვლის მომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა ასახავს ჩვენი საერთო ინტერესების სიღრმესა და ჩვენს საერთო ერთგულებას. ხელი შეუწყოთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. საქართველოს კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებასა და სრულ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო განავითაროს თანამშრომლობა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ინიციატივები და პროექტები მომავალშიც მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს. სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი და საქართველო გახდნენ კარგი მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან და გულწრფელი პარტნიორები თანამშრომლობაში. ორივე მხარე მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთის განვითარების გზას, რომელიც არჩეულია საკუთარი ხალხის მიერ და შეესაბამება ეროვნულ პირობებს. ასევე მხარები მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის ძირითად ინტერესებს, სუვერენიტეტს, ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა და ასევე ერთ-ერთი პირველი პარტნიორია სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. საერთაშორისო გარემოში მიმდინარე ღრმა ცვლილებების ფონზე ჩინეთმა და საქართველომ გააძლიერეს კომუნიკაცია და კოორდინაცია. ერთობლივად დაიცვეს მრავალმხრივობის პრინციპები, ხელი შეუწყეს ღიაობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას და დადებითი წვლილი შეიტანეს რეგიონული და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩინეთ-საქართველოს ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება და განვითარდება. მეცარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ხალხს და ახალ წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და განვითარების საქმეში. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დაკავებულ 8 პირს ალექსანდრე გოგოლაძე, სულხან აბრალავას, ევა შაშიაშვილს, გოჩა ყატაშვილს, დავით ღურწკაიას, ჯანდი თირქიას, რამაზ ჯორბენაძეს და გენადი კელიხაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა. 8 პირს საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა. მეტ დეტალს საქმეზე ნანუკა წითელაშვილი მოგვიყვება, რომელიც საქალაქო სასამართლოდან გვერდდება პირდაპირ ეთერში. ალექსანდრე გოგოლაძე, სულხან აბრალავა, ევა შაშიაშვილი, გოჩა ყატაშვილი, დავით ღურწკაია, ჯანდრი თირქია, რამაზ ჯორბენაძე და გენადი კელიხაშვილი. 4 ოქტომბრის საქმეზე იმ ბრალდებულებიდან, ვინც უკვე ბრალი აღიარა და ჩადენილი ქმედების გამო მოინანია, პირველი 8 ბრალდებული თავისუფალია. ყველა მათგანი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ, გარდა ევა შაშიაშვილისა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ ისედაც უკვე თავისუფლებაზე იმყოფებოდა, მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ყველა ბრალდებულმა დღეს მოსამართლეს დაუდასტურა, რომ საპროცესო შეთანხმება იყო მათი სურვილი, არ ქონია ადგილი დაძალებას და თავისი ნებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეღიარებინათ დანაშაული და მოენანიებინათ ჩადენილი ქმედების გამო. სწორედ ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რატომაც დათანხმდა პროკურატურა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პირობებს, მათ
8 ბრალდებულს ნაცვლად პატიმრობისა 3 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრებათ. დიდი მადლობა სუყველას, ბადრაკსაც, სუყველას დიდი მადლობა. დიდი მოგითხრა ბიჭებს. დიდი მოგითხრა ბიჭებს. წარდგენილი შუამდგომლობა, რაც იყო პროკურატურის მიერ, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებოდით და იყო ჩემი დაწესებულის ნების შესაბამისად, დაამტკიცა სასამართლომ. შესაბამისად, ეს შუამდგომლობა ითვალისწინებდა სასამართლოს ხტომის დარბაზიდან ბრალდებულების გათავისუფლებას. 8 ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს მოგმართეს განცხადებით და როგორც მათ დაუპირდით, ჩვენ შორის გაფორმდა და საპროცესო შეთანხმება. ისინი ცნობნიქეთ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ყველა მათგანს, 8 მათგანს განისურვათ თავისუფლების საკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაითვალათ პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, თუ კი კიდევ ვინმე სურს რომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული გულწრფელად მოინანიოს და მოგმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს, სანამ განაჩენი გამოცხადდება. ამდენად, თუ კიდევ ვინმე სურს მსგავსი რამის გაკეთება, შეუძლიათ ნებისმიერ დროს განაჩენის გამოცხადებამდე. თუმცა ეს აღიარება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და გულწრფელი. 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი ჯამში 22 ბრალდებულმა აღიარა, მათ ბრალად ედებათ პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურად ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობა. პროკურატურა კი მზად არის იმ შემთხვევაში, თუ სხვა ბრალდებულებებიც გადაიფიქრებენ და აღიარებენ ბრალს, მათთან ინდივიდუალურად საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს. მადლობა საქალაქო სასამართლოდან ნანუკა წითელაშვილს უსმენდით. მორგი შანტაჟი, ვიზა ლიბერალიზაციით, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო რეზოლუციები და ქვეყნის ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგი. ამ საკითხებზე დღეს კანონმდებლებმა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში ისაუბრეს. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკის ბრალდებულებებს და ამის მტკიცებულებებს ქართული მხარე 11 ივნის ბრიუსელში ჩანიშნულ შეხვედრაზე წარადგენს. ყურადღება გამოხლდა იმ უსამართლო რეზოლუციებზეც, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს დეპუტატების თქმით, როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები იდენტური შინაარსისაა და საქართველოს მიმართ უსამართლო მოთხოვნებს შეიცავს. რაც შეეხება ოპოზიციას, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ტრიბუნა ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენეს. მათი განცხადებები სახელმწიფო გუნდში უკვე შეფასდა როგორც სიცრუე და სპეკულაცია, რომლითაც კოლექტიური ნაცმოძრაობა პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. გრძელდება პოლიტიკური ჟონგლიორობა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით. ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციამ ჩათვალა რატომღაც რომ ამ თემაზე დადონ ფსონი თავიანთ უცხოურ მფარველებთან ერთად, ვინაიდან როგორც ჩანს სხვა ხავსი, რასაც შეიძლება რომ მოეკიდონ, აღარ არის. 11 ივნის მოგეხსენებათ რომ ბრიუსელში არის დაგეგმილი საკმაოდ საინტერესო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც ჩვენს უწყებებსაც ექნებათ შესაძლებლობა რომ ევროკავშირის ბრიუსელს პირისპირ გადასცენ კონკრეტული მტკიცებულებები სწორედ ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. და ის სწორედ აქ გამოჩნდება ბრიუსელი გულწრფელად არის დაინტერესებული რომ ამ საკითხების სიღრმეებში ჩავიდეს, თუ უნდა რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე კიდევ რამდენიმე ტექნიკური სპექტაკლი მოაწყოს. საქართველო კარგავს საერთაშორისო ნდობას, იღებს სწავე კრიტიკას პარტნიორებისაგან, იზრდება პოლიტიკური იზოლაცია და ზიანდება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო ურთიერთობების ახალ ეტაპზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. ამ ფონზე მინდა ვკითხო ოპოზიციას. დარჩა თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაპსს უწინასწარმეტყველებდნენ. პირველი ეს არის გამჭვირვალობის კანონი და მეორე ეს არის LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი. როგორც ჩანს, ეს ორი კანონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და სწორედ იმიტომ ასე დაჟინებით მოითხოვენ გარკვეული ძალები ამ კანონების უკან გაწვევას. გამოსვლა მინდა დავუთმო პასეს და ევროპარლამენტის დარეხარისხის უარგუმენტო და სამარცხვინო რეზოლუციებს. ამ ორთაბრძოლაში ანგარიში ჯერჯერობით 8-3-ია ევროპარლამენტის სასარგებლოდ. თუმცა ამ ტემპით შეიძლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაეწიოს და გაასწროს ევროპარლამენტს. Copy-paste. რასაც დოკუმენტებმა სტრასბურგის ევროპის სასახლეშიც შეაღწია. გთხოვენ რას? გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობის უკან წაღებას
სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სააკაშვილის გამოშვებას. თქვენ პოლიციელებს საშუალებას არ აძლევთ დანაშაულს ებრძოლონ და მოქალაქეები დაიცვან. გახარიელები საუბრობდნენ პირდაპირ და იმეორებდნენ ზუსტად იმას, რასაც ამბობს მაგალითად გარედან დაფინანსებული და მართული საია. თქვენ პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი ნაბიჯის, მათ შორის ნებისმიერი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში სიმშვიდეს ემსახურება და უზრუნველყოფს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოსშივე მიიღებოდეს. თქვენი გუნდის ბელადი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც სპეცრაზმი ჩაიყვანა პროტესტის გამომხატველ მოსახლეობასთან, შემდეგ ამ მოსახლეობას ეს სპეცრაზმი აცემინა და შემდეგ გამოგვეცხადა როგორც მამა ამრაბის პატკანი, თითქოს სიმშვიდე უნდა ეზრუნველყო ამ რეგიონში. ხმას საერთოდ როგორ იღებს საერთოდ სპეცრაზმზე, ძალადობაზე? რამდენიმე თვიანი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციური ალიანსი დაიშალა. ფედერალისტების ლიდერი ამბობს, რომ ალიანსის აბრევიატურიდან ნაციონალური მოძრაობის ლოგოს მალე წაშლიან. გაერთიანების წევრები ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს შეთანხმების პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამასთან ალიანსში დაპირისპირების მუდმივი მიზეზი იყო მიხეილ სააკაშვილის. ნაციონალური მოძრაობა რომ უკვე ალიანსს მიღმა, ამას ოპოზიციურ ალიანსში ადასტურებენ. ნაცმოძრაობაში კი საკითხის გარშემო განცხადება ჯერ არ კეთდება. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე შეფასებები კეთდება სახელმწიფო გუნდში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, რაც თავს სწორედ მათ დაპირისპირებაში ავლენს. მმართველ გუნდსა და ხალხის ძალაში ხაზს უსვამენ, რომ რადიკალიზმისა და გარე პატრონების მორჩილების გარდა ალიანსის წევრებს საერთო არაფერი აქვთ. ნაცების ლოგოს მალე ამოვიღებთ. ახლა ხარჯის გაწევა გვეზარება. ყველამ უნდა გაასწოროს სამის და წინააღმდეგ შემთხვევაში ის ლუზერობა, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ აი ამ არასწორ ფოკუსს უკავშირდება, აისახება ჩვენს საერთო მდგომარეობაზე. თამარ ჩერგოლეიშვილი, როდესაც საუბრობს, რომ ვიღაცა არის რაღაცა პროცესების მიღმა, კარგი იქნება თუ საკუთარ პოლიტიკურ წარსულს გადახედავს. იმიტომ რომ ის იყო კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში, სადაც თვითონ ჩაატარა არჩევნები, თვითონ დამარცხდა და თვითონ დაუწყო გამარჯვებულს ლანძღვა გინება. ამიტომ კარგი იქნება თუ აი ამ შეცდომებისგან თვითონ ისწავლის და გამოასწორებს მის ყოველდღიურობას, პოლიტიკურ ყოველდღიურობას. სამწუხაროდ სააკაშვილმა მისმა გარემოცვამ თავი დააყენა ალიანსის მიღმა, როცა გამოაცხადა, რომ შეთანხმებას იმ სტრატეგიას, რასაც თვითონ შეუერთდნენ, არ ეთანხმებიან და არ ცნობენ. ამიტომ ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არ გვაქვს მისაღები ეს მათი არჩევანი არის. არის წესები, არის ჩარჩო და ჩვენ ამ ჩარჩოში ვართ. ვინც თulis რომ ამ ჩარჩოში ვერ გაძლებს და შეუთავსებლობა აქვს რაღაცა გარკვეულ პრინციპებთან, ეს არის მათი გადაწყვეტილება და თუ ახლა არ აღიარებ ამ პრინციპებს და უპირისპირდები ალიანსს, ბუნებრივია რომ მაშინ შენ თავს აყენებ ალიანსის მიღმა. ნებისმიერი ასეთი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის აქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას, არც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა. ეს არის სისუსტის გამოვლინება, ხო? ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და შესაბამისად ეს თავს ავლენს, როგორც ასე ვთქვათ, დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის შემდგომი გამტკიცებისთვის. ასე უნდა გაგრძელდეს პროცესები, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში, რა თქმა უნდა, არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს პროცესები გაგრძელდეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც აქამდე გრძელდება. ამ ადამიანების ინტერესები, ამ ადამიანების ქმედებები არანაირად თანხმედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. შესაბამისად, ხალხმა ძალიან კარგად იცის უკვე ვინ არის, მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, არც პოლიტიკური, არც ადამიანური. ის გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ. ხო, ესეც დროებითი აღმოჩნდა და ხედავთ, ეხლა როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს და ცხადია, ვერ იქნებოდა ეს გაერთიანება რაღაც ხანგრძლივი, იმიტომ რომ ჩვენ მანამდეც ბევრი გაერთიანებები, ბევრი პლატფორმები ვნახეთ, როდესაც ხარ დაკავებული რადიკალიზმით, როდესაც ხარ აგენტი, როდესაც შემჩნეული ხარ ღალატში შენი ქვეყნის შენ ქვეყანასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ გაგაჩნია პოლიტიკური. ორ თვეში ერთხელ რაღაც ახალ-ახალი სახელებით, ახალ-ახალი ლოგოებით, ახალ-ახალი თარიღებით და ახალ-ახალი გეგმებით და ამბიციებით წარსდგებიან ხოლმე საზოგადოების წინაშე. დასაწყისი არის განსხვავებული, დასასრული, როგორც ესე არის ხოლმე ერთნაირი, დიდი გეგმებით და საბოლოო ჯამში
დაშლით. არცთამა გაერთიანებას არ აერთიანებს საზოგადოების ინტერესები. აერთიანებს საკუთარი პოლიტიკური ეგო და ეს ეგოისტური ინტერესები ძალაუფლების ხელში ჩაგდების, პარტიული ძალაუფლების თუ სახელმწიფო ძალაუფლების, აი ამის გარშემო მიდის ხოლმე ბრძოლები. ამ პროცესს უყურებთ როგორც ბუნებრივ პროცესს, იმიტომ რომ ნაცმოძრაობა თავის ფილიალებთან ერთად არის სწორედ ასეთი ბუნების ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალა. დაპირისპირება, ერთმანეთის დაბეზღება, ქვეყნის დაბეზღება უცხოეთში, დაბრალება ყველაზე მეტად, დაბრალება შავი ხვრელების და ასე შემდგომ, ბულინგი, ილციტყვაობა, ეს არის მათი ბუნება. ყველას უნდა ძალაუფლებაში მოვიდეს და მე უკვე ხედავენ იქ რომ ძალაუფლებაში შემცილებელი არ უნდა რომ არავინ ყავდეს. ნაცმოძრაობას და მის ფილიალებს ალიანსი აქვს თავიანთ უცხოურ წარმომადგენლებთან, მე ვითომ ერთმანეთთან, მაგრამ კარგად ვნახეთ როგორი ალიანსი აქვს ჩვენი გასაშველებელი ხდებიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში მე. 2026 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში 271 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 58%-ით მეტია. ზრდა ძირითადად უკავშირდება როგორც ახალი კაპიტალის შემოდინებას, ისე უკვე მოქმედი კომპანიების მხრიდან მიღებული მოგების ხელახლა დაბანდებას. ყველაზე მეტი ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ნიდერლანდებიდან შემოვიდა. სექტორების მიხედვით ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა აღმოჩნდა. ასევე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა უძრავი ქონებისა და ინფორმაციებისა და კომუნიკაციის მიმართულებით. გაზრდილი ინვესტიციები პრემიერ-მინისტრის შეფასებით ქვეყნის ეკონომიკური აქტივობისა და ბიზნეს გარემოს მიმართ ინტერესის ზრდაზე მეუთითებს. გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც არის ასევე ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. გამუდმებით იზრდება ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. თქვენ იცით, რომ ძალიან მსხვილი ინვესტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა ეს პირდაპირ აისახება საბოლოო ჯამში იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. რა თქმა უნდა მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და რა თქმა უნდა უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. გეოპოლიტიკური შოკების ფონზე საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, რაც საქართველოში არის, იმ უსაფრთხო გარემოზე, რაც ინვესტორებს აძლევს რწმუნებას, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. აქვე აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სააქციო კაპიტალის კომპონენტში. მაღალი ეკონომიკის და ინვესტიციების ძლიერი მაჩვენებლები კეთილდღეობის გაუმჯობესებით მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასე რომ საქართველოს მოელის, რომ წელსაც 2026 წელს გვექნება ძლიერი საინვესტიციო პოზიციები საქართველოში. საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის უშუალო ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზის მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ ციფრულ სერვისს გონიერ კონტაქტს სთავაზობს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად შეუძლია. სერვისის სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო მომსახურებას უზრუნველყოფს. სისტემა რეგისტრაციის პროცესსა და ფინანსურ ოპერაციას ერთდროულად ხორციელებს, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით უსაფრთხოების გარანტიას ქმნის. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ პირადობის მოწმობას ან პასპორტს. რეგისტრაციისთვის საჭიროა საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე დისტანციური სესიის დაჯავშნა. გონიერი კონტრაქტის პლატფორმა უკვე გამოიყენება უძრავი ქონების დისტანციური შეძენის პროცესშიც, რაც მოქალაქეებს საქართველოს შიქონების შეძენას შუამავლობით გარეშე საშუალებას აძლევთ.
გონიერი კონტრაქტი ეს კიდევ ერთი ახალი სერვისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან განახორციელოს ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია. ამისათვის კი მას ესაჭიროება, რომ ჰქონდეს მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი და რეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე nap.gov.ge და შესაბამისად მიხვეს ინსტრუქციას. გონიერი კონტრაქტის სერვისი ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში იმყოფება, სადაც სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს დაათვალიერებს, მათ საქმიანობას და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნობა. დავით სონღულაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე მეღვინეობა მარნაველის საწარმო ინფრასტრუქტურა უკვე დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. საწარმოში მიმდინარეობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ჩამოსხმა და რეალიზაცია. მინისტრი რეგიონში სტუმრობის ფარგლებში ასევე შეხვდება ადგილობრივ ფერმერებს, მოისმენს მათ საჭიროებებსა და გამოწვევებს და აგროსექტორის განვითარების საკითხებზე იმსჯელებს. დავით სონღულაშვილი მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ რეგიონულ ოფისსაც გახსნეს. ადგილზე შეხვდებით ფერმერებს და ადგილზე მოვისმინოთ მათი საჭიროებები, თუ რა გამოწვევები აქვს, თუ რა შესაძლებლობები არის, რა შეიძლება ხარში დავუდგეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ფერმერები, რადგან რა თქმა უნდა ძლიერი სოფელი და ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ ეკონომიკას. ამ შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი ბიზნესის განვითარების საქმეში. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ სწორედ ამ სერვისების მეშვეობით მეწარმეებს აქვს შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი წარმოება, დაასაქმონ ადამიანები, ასევე გაზარდონ თავიანთი პროდუქციის ხარისხი. დღემდე ვსარგებლობთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს ზოგადად, რომ განავითაროთ ეს წარმოება. ეს უწყვეტი პროცესია თავისთავად და მომავალშიც ალბათ კიდევ ბევრი იდეები გვექნება რა მიზნობრიობითაც ამას გამოვიყენოთ. ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად აღდგა. შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. აღნიშნული პროექტით სრულდება რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯამში 22 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა. გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული ქვაფანილის ნაცვლად დაიგო ასფალტის საფარის სამი ფენა, განახლა მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებისა და ბორდიურების ნაწილს. პარალელურად ბათუმში გრძელდება ამორტიზირებული ქვაფენილის ასფალტის საფარი ჩანაცვლების პროექტი. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პროექტი, ვინაიდან ამ პროექტის საშუალებით უკვე ქალაქის სტუმრებს, ბათუმელებს ექნებათ შესაძლებლობა თავისუფლად გადაადგილდნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე. მიმდინარეობს ძველი ამორტიზირებული ქვაფენილის შეცვლა, ახალი ასფალტის საფარით, მიმდინარეობს ეტაპობრივად სამუშაოები. აეროპორტის მიმართულებით ასევე დღეს აღდგა ბარცხანის ხიდზე მოძრაობა. ჩვენი მუნიციპალიტეტები, ასევე საგზაო დეპარტამენტები მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა მოწესრიგებული იქნეს საგზაო ინფრასტრუქტურა. მერიის კეთილმოწყობის სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ყველა ძირითად საკვანძო მონაკვეთებზე დავასრულოთ საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები. იმ რამდენიმე მონაკვეთზე, სადაც ვერ ესწრება სამუშაოების დასრულება, მაქსიმალურად მოწესრიგდება და აქტიური სეზონის დასრულებამდე აღდგება მოძრაობა. აფხაზეთის ეპიგრაფიული ძეგლების ისტორიული და პოლეოგრაფიული ანალიზი. თემაზე მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სხდომა, სადაც ისტორიის დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლია ხალაძემ ბოლო წლებში აფხაზეთში აღმოჩენილი ქართული წარწერები წარადგინა. მოხსენებაში განხილული იყო ბედიის, ღუმურიშის, ანუხვისა და საბერიოს სამონასტრო ცენტრებთან დაკავშირებული ეპიგრაფიკული ძეგლები და მათი ისტორიული და პოლეოგრაფიკული მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ეს უნიკალური მემკვიდრეობა მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და რეგიონული ცხოვრების შესახებ. აკადემიასთან არსებული ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ვისმენთ მოხსენებას, რომელიც წარმოადგინა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა ლია ახალაძემ,
საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის და განსაკუთრებით ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ცნობილმა მკვლევარმა. ეს არის პირველი 25 წლის მანძილზე დაახლოებით 8-10 წარწერა აღმოჩენილი და ეს წარწერები იქნა დღეს წარმოდგენილი ჩვენს მიერ. შესწავლილი იქნა ეს წარწერები როგორც ისტორიული წყაროწმუნდობითი თვალსაზრისით, ასევე პალეოგრაფიული თვალსაზრისით. ახალი ამბები 16 საათზე დასრულებულია, ეთელს პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს ნახვამდის.